თემა ჩვენი თითისად გტკივა სიყვარული. ეგ არა. არ ვიცი გოგოებო თითი აქვს გამაგრებული რაღაც ნაწილი და ვერ გავიგე რა ხდება. დიდი თითი გამიზარდა. ეს დიდი თითი გამიზარდა. გტკივა დედიკო? გტკივა. მარიკო, დედამ რა გიყიდა? მათ ჩვენ ერთი რა. ოღონდ დილით არ მივირთმევთ, ხო იცი? მუცელი დიახდე ჯერ და ისაუზმო, კარგი? კი ბატონო. არ ვიცი, მოკლედ თითი აქვს გამაგრებული. აი ისე ცუდად გახვდი დილით, რომ ისე კაფხასიაძე ვიყავი, სულ წამერთვა მეტყოლების უნარი. შექმნა მითხრა რომ თბილ მარილიან წყალში ჩადები, ვანები გაუკეთეო მოკლედ და დღეს ვნახოთ. რა მდგომარეობაში ექნება, არ ვიცი, ანუ ინფექცია შეჭათ უფრო ანუ ვერ მივხვდი რა არის და იცით რომ ჩვენი გრანტკენი ხო და ხრაშუნებს ხო და მოკლედ დღეს ვნახავ როგორ ექნება რა ექნება და ხანდახან ისე მიეწყობა ხოლმე დღეები რომ ფიქრობ რომ ერთი დღე ისე გათენდეს და დაღამდეს რომ რაღაცა არ ვინერვიულ ხო შეიძლება თქო ხანდახან არის ხოლმე რაღაც ეგეთი დღეები რომ მიეწყობა ერთმანეთს რა ამ იმედი მაქვს რომ არაფერი ისეთი არ არის არ ვიცი სხვათაშორის ამას წინათ შევპირდი რომ ხელფას რო ავიხებ თქო გიყიდი თქო და ეს ფასდაკლებით ხის 5 ლარი დედა ბატონო დავსოს რო დაგპირდი იცი ჩანაგრამკენი ხო და ამას რო დაადო ადრე ამ დაგვარს რა მე ვთხარი რომ დედიკო ახლა არ მაქვს თქო და ხელფას რო ავიხებ აი გპირდები მეთქი რომ და ვინახე მე რომ დავინახე ეხა იმის 5 ლარი კი მქონდა მაგრამ მეთქი ანუ ჩვენი ოფომიშნულობაში გავხარჯო თუნდაც მის საკვებში რაც უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ეხა მეთქი კომპიუტერი ვუყიდო და რადგან ეხლა თან ხელფასის აღებული მაქვს მეთქი მოდი რომ შევპირდი შევისრულებთ ხო და მითხრა დედამ შევსრულებო პირობას რა თქმა უნდა მე არ მიყვარს ტყუი კი ყველაფერს გიყიდიო ეს უთხრა დედამ დღეს მორიგე ვარ ძიმე დღეა საღამოსაც მორიგე ვარ თავისთავად რაც ნიშნავს იმას რომ დღეს 7-მდე ბაღში ვარ და 9 წუთებამდე სახლში ვერ მივალთ აი მოდგმული მაგ ჩემი კრეკერების დაფა და თავს ვიკლავ ანუ სულ აფსხის მნიშვნელობით როგორ ხართ გოგოებო ამის 9 საათია და ვდევარ გევსი ვარ ვდევარ თქვენ რა შევით უყავთ დღეს უყავთ ვარ უყავთ თეცა კი არ ვარ ხალხო დილითაც მივირთი შუა დღესაც და ეხლა კობას ველოდები რომ დაუბრუნდეს ოჯახს ყავე მოვატოვონ ეს მორიგე ვიყავი სიცოცხლეს აღარ მჯერა ისეთი მომენტი ნუ არა მოდის თელი TikTok-ი მოიცვა ერთი გოგოს ქორწილმა რომელიც იყო მის ბათუმი თუ მის აჭარა ანუ ზუსტად წოდებით არ ვიცი რა რომელიც
ნუ ამ გოგოს გადაუარეს. ახაც ვკითხულობდი და რომელ ერთს გინდა უბრალოდ რომ უთხრა რომ რატო აკეთებს თორე კი გოგოს ქორწილი არ შეარგეს ხალხო. ეს გოგონა მის ქორწილში ძალიან აქტიურად ჩართულია შემოქმედებითი კუთხით. რამდენჯერმე იმღერა, იცეკვეს, მეუღლემდა მან და ნუ აი კონცერტია თუ ქორწილი. ხალხის გამოსულებია. მაგაჩენ ნახეთ, აი რა სიტავხედია უბრალოდ. რა უფლება გაქვთ ხალხო? რა იყო კონცერტი გქონდათ მარტო თქვენ რო დგახართ სულ და მღერით ხალხმა უგონი ორჯერ იმღერეთ რა. სხვებს არ უნდათ გართობა? ამ დროს რამდენი საათია ქორწილი ხო ხვდებით და სულ როგორ შეიძლება სხვას უყურო? ხო შეიძლება პატრონასაც მოგიდეს კაცო იმღერო და ის სამახსოვრო წუთები სამუდამოდ შემოინახო შენ ცხოვრებაში და იმ ადამიანებსაც გადასცე შენი ნიჭი და ასიამოვნო და მოკლეს რა. კორძაია თუ რაღაცა ის გოგო. ძალიან ლამაზი გოგო. ვაიმე, თბები რას უგავთ? რარქები დაგიდგამს ამ გოგოს წერენ. აი უბრალოდ ვერ ვხვდები საიდან მოდის აი ეს შიგნიდან ამხელა აგრესია თუ რა ვიცი რა გაქვთ ამისთან მოუდელებელი რომ ანუ ის ქორწილში ადამიანი რამდენჯერ იმღერებს უნდა შეუთანხმდე თურმე თელს სოციალურ ქსელს როგორ მოიწონებათ ის დრო წავიდა უნდა წავიდეს ის დრო მხოლოდ ჭამისათვის რო იყო რესტორანი სანახავაც უნდა ხალხს რატომაც რა ჩემთვის სასიამოვნოა როცა ცოლ-ქმარიც ეკვავს მღერის რა ვიცი იშვიათობა ხალხს შორის ეს პატარა როცა ეკვავს ამღეროდეს ესა თქვენ როგორ გიყვარს კრეკერის ჭამა აი ესე მიყვარს შუაზე გამტვრობა აი როგორც მისეს უმზირას და მე ისე მირთმევა წარმოვიდგინე ის გოგო რომ კითხულობს ამ კომენტარებს რა შუქშია პროსტ ამ დროს გოგო არის ულამაზესი ბიჭო შეიძლება მართლა არ მოგწონსო მისი ვარცხნილობა ან რაღაც რაზეა ლაპარაკი კაცო ასე უნდა შეახტეთ ხახაში ადამიანს გაგიჟებულე გაგიჟება მინდა ეს ვერა ვარ კარგად აი მალადეთ ხალხო ისაც ეგ შეგიძლიათ აი ეგრე რო უწეროთ ადამიანს არ მოუდგენელია როგორ კადრულობთ მე არ ვიცი ვერ გეტყვით უხარია მისი ბედნიერების დღეა ხალხო თუ არ შეგიძლიათ რომ გაიზიაროთ და მიოლოცოთ უბრალოდ გაატარეთ ახუშკი ასქროლო რადგან გიცნობენ სოციალურ ქსელით გონიათ რომ ყველაფრის უფლება აქვთ და ყველანაირი სისაძაგლე რაც პირიდან ამოუვა თუნდა დაანთხიონ იმაზე რა ქვია კლავიატურას და ვერაც აქ მოგაფიქრდებათ გოგოს ქორწილი აქ ბედნიერია ლამაზია და ანუ ფსკერი კომენტარები ალბათ ის გოგო რა ვიცი ფიქრობს რომ გარემოში ცხოვრობ აიმე თქვენ წერეთ და ის გოგო კი ისვენებს საბერძნეთის კუნძულებზე თქვენ წერეთ რაც უკავდა თმა რა თქმა უნდა სასიამოვნო წასაკითხი ვერ იქნება ბიჭი ჩოპია მე რაღაცა ქალო ვიტო მაკანინებენ ამ გოგოს
გიჟდები. ანუ მართლა სადამდე ვართ დავარდნილები, მაგაზე ვგიჟდები. ასე არა ვარ. ნეტა სუჭყვიდან არა ვიწეოდეთ, აღარაფერი მინდა. ბედნიერების დღესაც რო არ შეუძლიათ ადამიანებს მიიღონ უბრალოდ. ანუ ვერ მივხვდი ხალხო ბნელა. ანუ ბნელა სამსახურში მივდივართ. გამარჯობა ფიშო. ანუ საათ დავხედე, მეთქი ხო არ მეშლება თქო, რაღაცა ძალიან უკუნეთში ვართ. ნათია. ეგ ნიშნავს ღამე და უნდა დაიწინოთ. ნათურები რო არის? და უნდა დაიწინოთ, როცა დილის დრო, როცა შენ რა გაქვს აქ დედიკო? რა მიგაქვს? ესა? ხო და შენი რა არის ამაში? ხო. და შენი ქუდი დოდონას. სიყვარულო, ხოდა. დოდას ქუდია? დღეს კოსტუმერებული დღე გვაქვს, გამარჯობა ბახში. ამიტომ მარიკოსთვის რაღაცა მიგვაქვს და ჩემთვის ქუდი აქსესუარად. გუშინ დავიძინე 11-ის ნახევარზე მეცინა. ნუ იდეაში adzეც მეცინა, მაგრამ ოფიციალურად 11-ის ნახევარზე უკვე მეცინა. ხო და ამიტომ გამოძინებული ნამდვილად ვარ, აი კარგად გამოძინებულს რო ეძახიან რა. და მარიკოც ეგრევე ადგა წამში, იმიტომ რომ იმასაც ამ დროს ეცით თქვა. ანუ ვერ გავიგე რა, ისე ბნელა რო ხარისხის კი არ არის ტელეფონის. შეგა სიტყვებია. კაია. ამის 8 საათზე თუ არ დაიწყე მწვანელობიოს კეთება და ჭრა ხახვის და იქ კარტოფილის თლა და იქ თევზის მოტანა და იქ რაღაცები ეგრე არ გამოვა გენც ეგრე ცხოვრება არ გამოდის თურმე როგორ ახართ ხალხო აბა როგორ ხართ რა ვიცი რა გითხრათ გადასარევა და განსაკუთრებით ხიბლოს ღამის 8 საათზე ლობიოს გაკეთება მაგრამ შევატყე რომ დღესაც რო გამეკეთებინა ხოლმე გაფუჭებას დაიწყებდა მაცივარში და მეთქი ადეგი გვაცა შენ ხო ისე ხელმარჯვე ხარ შეუტიე ყველა საქმე გადადე საჭმელი დაიწყე საქმეც არაფერი არ მქონდა ყველაფერი მიწკრიალებულია მაგრამ ნუ აი ეგ მინდოდა ახლა მე ნეტა მაცივარი არც გამომეღო ამე ჩემქრეს ლოდეში ყავა გადამიცდა რა ხანს ფრაზა ვსოფხობ მაგრამ აი მინდა რა ვერ გავიგე და ბატონო დაგვიბრუნდი თუ შეიძლება რომ იმას ვქნათ რა ქვია დედა ბულგარულად თვალები აწვა ხო ყურე შენ ამას ოჰო ამე რო იცოდეთ რა ვიდით ვაკეთებ საჭმელში შეიშალოთ მაგრამ ვერ გაჩვენებთ კაი მოდი ხა ჩვენ ეს შხლაპანი გავადენინოთ მოვთუშოთ რადგან ის უკვე მოითუშა მოდი ხა ჩვენ უნდა კვერცხი გავწყოთ ამ საწაგრე კვერცხი ხალხო თევზი ვიყიდე აი ეს რო ამჭამო თევზი შეება მოუკვდე შანსი არ არის ანუ დღეს უნდა ვჭამო თევზი მაგას წყალი არ გაუვა ძალიან მიყვარს როგორც მოხარშულ კარტოფილთან გოგოებო შებოლილი თევზი ისე ანუ შემწვარ კარტოფილთან ორივე ვერსია ჩემთვის ძალიან მისაღებია მაგრამ რადგან ჩემეუღლეს შემწვარი უფრო უყვარს რა თქმა უნდა და შევწვა ხო და ეს მწვანელობიოსის ახლა თავი რომ მოვიკალი ხვალის უფრო არის ვიდრე დღეის ანუ
ჩვენს მაგას არავინ არ შეჭრავს. ეს არის შეპოლელი თევზის სპეციალური დღე. დღეს გქონდა კოსტუმირებული ზღაპრის გმირების დღე. მე მხოლოდ ქუდი მეფარ აქსესუარად, იმიტომ რომ ძალიან გადატვირთული დღე იყო და აი კაბით დამით ვერ ვიფრიალებდი, ამიტომ მხოლოდ ქუდი შემოვიფარგლე. ხო და ბავშვები იყვნენ კოსტიუმებით მოსულები, რა თქმა უნდა მათ შორის მარიკოც. ხო და მოკლედ ძალიან კარგი დღე შედგა. ვაიმე. ხო და მოკლედ მათ შორის რა თქმა უნდა მარიკოც ჩაკაზმული. გაჩვენებთ მერე ფოტოსაც, მის ვიდეოსაც ჩაგიგდებს, მე ცალკე გადავუღოთ. რა თქმა უნდა მუსიკას არ დავადებთ ისე. გაყვეს ფონად ვიდეოს მოკლედ. ხო და აუცილებლად გაჩვენებთ. ძალიან გაერთიანა ბავშვები, ფოტოები გადავუღეთ, მოსწონდათ ის 60 რაც ეცვათ, იყვნენ ეს ძალიან აჟიტირებულები. ხო და ის თმები. მოდით თმებს არ შევიმჩნევთ საერთოდ. სანამ ეს სამსახურში ვიქნები, ძალიან გევედრებით, რომ არ შეიმჩნიოთ. აი მე დედა მიშველით პატარა კოზის სადარი, ხამიჩნე ჭო მოფხილეკუთ. მოიცით. ჭურჭელი დავრეცხა, სადრა დავყარე კაცმა არის ის. ამიტომ მოდი ყავის კოზით მივირთვათ. სამოულვე საჭმას გოგოებო, მე სულობიოს სულიკავს სასახში და გული მიღონდება. ყველაფერს ვერ ვაღებ, იმიტომ რომ მარიკოს წინავს. იქნია თავი და მაინც ჩაეძინა. ჩაცმუდა ხოლოს. ეს ჩემთან ცხოვრობს ქილით ერთი ადამიანი და წლები უკვე ჩვენთან ცხოვრობს. მაგრამ ეს მუშაობს, არ ვიცი, სადღაც მოკლედ. და ხშირად მოგხმე მარიკოსთვის ესენი. თუმცა მარიკო დიდად არ მიირთმევს, იმიტომ რომ ხილიურევია. მაგრამ დედიკო მიირთმევს. ახლა უფრო დაიწყობით მამის შეჭმა, მაგრამ ისე რა. ძალიან დიდი მადლობა ჩემი სიხარული გაიზიარეთ. ბეჭედთან დაკავშირებით. ყველას უხრომესი მადლობა. ყველას, ვისაც გულწრფელად გაგიხატეთ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან გემრიელია ჩემს რატო არ მოწონს. მაგას რა მოწონს ეგ გითხეთ თორე. რა არ მოწონს უკვე სიამაყ. ხო. ეხლა მე უკვე კარტოფილს დავდგა, იმიტომ რომ მალე კობაც მივა. ჩემს მეუღლეს ჭამა ხო და ჩემი არ იყოს. მაგრამ მანამდე უნდა დავჭრა მწვანილი სადილისთვის. რომ მზად იყოს, ანუ ყველაფერი მე ჩასაყარად. მოვიცით. მოვალ. ვაიმე. დღეს რაღაცა ყველაფერს ვაყირავებ სახლში, რაც მოვედი. დღეს დილიდან ცეკვა თამაშში ვარ. დღეს გოგოებო ინტერნეტმა გაჭედა. დილიდან Facebook-ზე ვიდეო ვერ დავდე. ხოლო შუა დღეს შევძელი ატვირთვა და ხო ვაწვალებდი, ერთი არ დაიდო, მეორე დავდე, მესამე დავდე და ახლა ვნახე რომ 3 ვედევს თუ 4 რავი. ერთნაირი არ წამიშლებდი რომ ყველას აქვს უკვე ნახვები და რა უყო.
მეც მიდოდა ახლა, მაგრამ მიდოს. დღეს რაც უნდა დავდო ეგ მაინც უკვე მზად მაქვს. საღამოს დასადები. მაგრამ ეს რა დებილური ჩვევა მაქვს, თქოს რო ჭამდო წყალი უნდა დავაყოლო, ამჟამად უნდა დავაყოლო. ყველა ვარიანტში ასე დავაყოლო. არ ვიცი გოგო ჩემთვის რა სჭირსა. ალბათ საზოგადოებაში ყოფნის ის აქვს რაღაცა ჯერ ისევ კომპლექსი თუ რა ვიცი რა დავაქვთ. ნორმალური ფოტო ვერ გადავუყე, აი რაღაცებს აკეთებ და ვერ გავაღიმეთ. აი ისე ცუდად ვიყავი დღეს უკვე რომ აი მეთქი სხვა ბავშვებს ზემდეში რომ აძვდებ შვილო მეთქი და შენ რა გჭირს რა ყველაფერს რა დაგაკე არ იყო ხასიათი რასვისად არ იყო გუშინ ვიდეო ვერ გადავიღებ ჩემი მული და ჩემი მულის შვილი ყვა მოსულები და როგორც იქნა წაიღო თავისი კუთვნილი საჯუხარი ჩემი მულის შვილმა და მოგვიტანეს ძალიან ბევრი ბროწეული აი ჯერ ხო უკარგესი სუნი აქვს და ეხლა ერთ უნდა ეს გადახვდა ჯამო მაგრამ აი მის ნერვი ნამდვილად დღეს არა მაგ არა ვარ ფსიქოლოგიურად ამისთვის მზად ძალიან საყვარელი კი არა ძალიან აი ხო და მოგვიტანეს ტორტი ხო და უცოტა გამოგწიოთ გოგოებო ძალიან ჩაგაგდეთ აი მე გადმომივარდეს მოკლედ გუშინ არანაირ ტორტის ჭამის ხასიათზე არ ვიყავი ისეთი დაღლილი ვიყავი ხო და გუშინ კი არა კაცო მოიცოთ გუშინ კი არა ხო გუშინ წინა კვირას იყო მოსულები ხო და ცოტა თანამოვიდა იქნება გადამჭრა ხო და ისა ტორტის ჭამის ხასიათზე არ ვიყავი გუშინ ხო და ჩემმა ქმარმა წინე ერთვა უყვარს ხო და მე აბა 10-11 ნახევრზე მეძინა ხალხო უკვე და რა ის ტორტის ჭამელი ვიყავი თავს ვაქანავებდი აქეთ დასკილებით ვაიმე ხო და არ ვიცი ჩემი მული რა უნდა მოსულიყო და 20 ამერიკას გავიქეცე აგერ მაღაზიაში და ვიყიდე ხინკალი გაყინული რა ვაიმე მე რომ მივეჩვე ხალხო ჩემს სახლში მომზადებო ხინკალს რო რა მჭირდა ვერ აგიხსნით ეს რა უბედო რა საჭოთ რაიმე ჯერ ხო ვეჭხუბე რატო არ მითხარი მე ვთხარი გოგო რომ შეძ მოდიოდი გავიქცეოდი აგერ ისედაც ვიყავი მაღაზიებში გადასული მოთხარი აგერ ხორცს მოვიტანდი რაღაცას კარგად მოვახვევდი მე ძალიან გავუბრაზდი აიო მაგიტო რო იწოლებდი იმიტომ არ გითხარით და მე კიდე გავუბრაზდი იმიტომ რომ მინდოდა ყველაფერი გამეკეთებინე რა კარგად იყოს მინდოდა თელი გულით მაგრამ არ დამაცადა ბატონო და თუ არ დამაცადა იყავი კარგად არ და როგორ ვიქცა და ძალიან გავუბრაზდი როგორ არ მითხარი გოგო მეთქი როგორ არ მითხარი რომ მოდიოდი ხო და ისა მე რა ოვიდე და ამას წვენი გაზდის მიშველეთ ეს საქმე ეს ჯობია შევინახოთ თუ რა გავაგიწვენი ხო და ესე მინდოდა რაღაცა გული დამწყმა მე რა ძალიან ვერ გავუმასპინდი ისე როგორც მე მინდოდა ანუ რა იმიტომ რომ ისიც ხშირად ვერ გამოდის სამსახურის გამო და მეთქი რაღაცა როცა გამოვა რა ვინდა გაცნობდა ჯერ მე ვთხარ ახლა გადი არბის გემო მაგას არ გქონდა არაფრის გემო გოგოებო მაგას არ გქონდა აი აბსოლუტურად ცარიელი სომისიც არის ხარშები ყუწია ქაფს და თარიღაჩი გუშინ მენეჯერს კი ვუთხარი
რო ის არის დღეს დამაგვიანდებოდა, მაგრამ რაღაცა ისევ ქენი, რომ არ ვაგვიანებ, ანუ 9-ზე მივალ სამსახურში. დღეს მორიკი არ ვარ, შესაბამისად 9-ზე შემიძლია მივიდი კი რა უფრო ადრეც. გამომივა მისვლა, ასე რომ დღეს დაგვიანება არ მოხდა და კარგია, იმიტომ რომ თვითონ რა ვუთხარი შეგვიძლია დავაგვიანოთ, ხო. მაინც მიხარია ხოლმე რომ არ მიწევს ამით. გამარჯობა ქალბატონო მარიკო. ყვარლი დედასი. ხვალ გვაქვს დიდი დღე. ხვალ არის ხილი, ჩურჩხელები და ძალიან ბევრი სახალისო წუთი. მოვნება და სანში უნდა წავიღოთ დედა და ჭამოთ. ხო, და რო გაშრება ოღონდ. ხო და მიხარია ძალიან. იმიტომ რომ შენც გიხარია რა თქმა უნდა და მარიკოს გაერთობა ძალიან. ხო, დედიკო. ხვალ ამ პუწმა თუ რაღაცა მთელი და სისხლი გამიშრო. აქედად ეკი სიყვარული ერთი წუთით. აი ეს ხელი მოკიდე დედას. ხო და იმედი მაქვს რომ ხვალ არ იწვიმებს და გეგმებს თავდაყირა არ დაგვიყენებს, იმიტომ რომ ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი. და იმედი მაქვს რომ ის გაფორმებები რაც ეზოში უნდა მოხდეს და მოირთოს და ასე შემდეგ რაღაცა ღრუბელი და კუკის პირველი წვიმა არ შეგვიშლის ხელს. არ ვიცი, არ მინახავს ნამდვილად ამის პროგნოზი. მაგრამ ამის პროგნოზის ნახვით დაიგეგმა მოკლედ ხვალინდელი დღე და იმედი მაქვს რომ გაამართლებს. და არ იქნება ეს რა ქვია შემთხვევითი წვიმა. რას გაუგებ ამის? მოვედით თითქმის მოვედით. სახლში წაიღებ მაგას და სახლში გინდა მიირთვა? აბა? თხოვდა გამოგიშვება 5 წუთით და იქ მაშინ საუზმის მერე რა თქმა უნდა ჩვენი ანბანელა. ვინც არიცით გეტყვით რომ თითქმის 20 წელზე მეტია თუ 20 წელია დაახლოებით ანოდნა მეტია 20 წელია არსებობს ანბანელა. წავედით ღიად. აი ხალხო, აი მე ისეთი თავწაქცეული ვარ მოსული ხო, აი ხაცი მივიდი გზაში ხარ უკან მოვედი სახლამდე და აიცავ კაკაკიო. აუკეთესო. ჰერპესი გავმივიდა. არი ნერვიულად გადამივიდა. ერა ვარა რაღაცა თვალის გუგებით ითქუდეს გამიწით და ისევ თვალი მეცად ულტრუს ალერგია მაქვს ვერ გაგი რომელი ხაც არის რა. აი მე ვერ დავიძინებდი ხალხო ახლა თქვენ არა რომ ენ არ გადმომიგდო და არ მეთანთალებინა. მარშრუტკაში აიმე რასი მწრით ავედი კბილებით მეჭირა სისხლი რასი მწრით ავედი ერთი ხალხო გამაგებინეთ არა რომოდი ხარ და ბოლო ვინ არის კითხულობთ ბოლო ვინ არის დაუშვათა მე ვარ რა პირველ მაიჭერადი ხარ რისთვის კითხულობთ მე ჩემამდე ვაფშე მცანი კითხოთ ადით აჭერით, ახლა ვიმეთუქცევთ, მე პასუხს არ ვაგებ, მაგრამ აჭერით. მოლე დადგებიან, რიში ჩავდგები დედაბუდიანად. მოვა მარშრუტკანა სულ გავიწყდება, ვინის მერე ვიდეგი, რატო ვიდეგი, ვისთანა ვარ. რა ხდება ამ ქვეყანაზე? შეიძლება. მე მგონებ რომ არ უნდა შეიძლებოდეს, ხო? ესე იგი ხალხო, ლამისა დღეს გამოიხსენი ნუ პატრონი. ის არის. მოწყდა რა ვითომა ტრენდულად მიკეთია რომ ვითომა მოდაშია. რა დამეძი. ხო. სადავაგეთი აქ არ გაიჭუჭოს. ხო და. ვინ გამიგე რისთვის კითხულობ თუ მაინც პირველი და ატრიო ეგორი ფეხი. ხო?
ჯერეთი იქნება შეზედაღლილი ფეხი მე მაგ და მე მინდა რომ ავიდება რა არა პირველი. ვარ მაგალითად მეშვიდე. რო გაქანდები და შეასკდები. წერია რამეში. სწორი ხარ? ხო, მე მგონი არ უნდა იყოს სწორი. რაიმე ერთხელ ვერ ვიქნები კარგ ხასიათზე. რო ჩაგაფრინდებით ხო თვალის გუგებში. ფანჯრიდან. მერე ხო დაძეგ და დოდის ნერვოზი ქონია მაქვს. როგორ არა მაქვს. და აღარ წამოვალ მერე მარშრუტი და ხა თუ ცემა ბეგვავტეხე რა მინდა მერე ხო ამითვალწუნებენ რა. ისინი აქვე სიმართლესაც არ უყვართ ხოლმე და მერე იზეზებია და რა იცალა-მაგია დავჯდები ტაქსში ავალ. ხო? შემოილოს ფული იმის არა ქვია. მე იმდენი მაქვს მე და ქვია. ტელეფონი დამივარდა ხალხო. 4-იანი 5 და 0-ები. აჰა, ეგ ამა გადასახდელი დედა. კიდე კაი არ გატყდა ხო? თორე არ დაფიქლიჭავდი თმას. დაიცა გავაგზავნე. ხო და ძალიან აქვთ ხო ეხლა სწორათა გამიგეთ. როგორი რიგი ჩაგვაქვს აი ეგეთი ქვეყანა ვაქვს და რას დავეძებ ხო ვის დავეძებ ვისთან ვეძებ სამართალს. როგორ ყვავი ისე ყვავის რიგი. ხარ ბოლო ადიხარ პირველი გენაიწალა დოდნა ყელია დაგადგეთ. ხო მე დაიდებია გვერდის ჩანთა. ვერ დაწები და ჩანთა უდენ მოდიჩი. უკაცრავად ეს ვარდიშით. თუ მაგალო ჭკუიდან არ გადაყოფალო. იცოდი ჭკუიდან არ გადავიდე. აჰა გეუბნებით მე თუ გადავედი უკან გადმოსვლელი აღარ უკვე დამეწყო კანე. მერტო ჩემს სილამაზეს ხედავ. ერთი გავაგებინეთ ხო. ღამით ასეთი ლამაზი როგორ ავარ ხალხო მეტი არ ფერი მაინტერესებს. იმ დღეს აველოდებოდი უნდა გამოევლო ჩემთა ქალუჭკას რა. პაჯუკას. ხო და მეუთხარი რატო იგვიანებ ქალო მე ოდიში რა გადასეზილი ვარ უკვე საღამო. ხა მე საღამოსაც ვიდი მაგა. მე ჩადინეო. იქი რა მე ახალი ის დაიწყო რაღაცა ჩელენჯი ხო იცით რა არის. მე ზუსტად არ ვიცი მაგრამ ხო ხვდებით რა. არა რაღაცა დაიწყო. რა ესე მეცადინეო გოგო. თქვი და რა არციო მეუთხა. აი ჯო უნივერსიტეტში ჩაბარებულია აიოშალის უნივერსიტეტი. ბალღი საიბასო რა ქვია ამოცანას მეცადინეობ რომ მეო ბალხს რაღაცა გავაგებინო. ალხუ კი არ წაიკითხა მეცადინეობს ვაიმე განათლების სისტემა შედაგედო ჩვენი ყველა ცოდა როგორ შევიტაჯებ იცავდა დაკაჟოს ადამიანმა თქვენ. აჰა მოდი და არა თქვა. ხლა გაიგე ხეზე ჩიტიროზის 15 მერე 2 რო გაუშვეს მოფრინდა 15 მერე არ ვიცი ერთმა ფეხი იტკინა აბა რომელი იღრუძო მარჯვენა თუ მარცხენა შეუდა გამოიშვრო და ტრაკით კუცი